მოგესალმებით ეთერშია გურიის ახალი ამბები სტუდიაში თქვენთვის ნინო ვაშალომიძე მუშაობს. ხვალ 4 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია. ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ბერდია ლომიძის თქმით, 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის როგორც საოლქო საარჩევნო, ასევე საუბნო კომისიები სრულ მზადყოფნაშია. ოზურგეთელ ამომრჩეველ საარჩევნო ბიულეტენში 5 პოლიტიკური პარტია, 2 მერობის კანდიდატი, ასევე 31 მაჟორიტარულ ოლქში 53 მაჟორიტარობის კანდიდატი ეყოლება ასარჩევი. საარჩევნო ადმინისტრაცია აქტიურ სამზადის აგრძელებს. ამ ეტაპისთვის უკვე ყველანაირი მასალები გადაცემული არის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის. შესაბამისად ეს მასალები მოიცავს ტექნოლოგიებსაც. ოზურგეთში სულ 45 საუბნო საარჩევნო კომისია და 1 გამონაკლისი უბანი გვაქვს პენიტენციურ დაწესებულებაში, რომელიც 4 ოქტომბერს მოემსახურება ამომრჩევლებს და ეს უბნები სრულ მზადყოფნაში არიან 4 ოქტომბრის არჩევნების მაღალ ევროპულ სტანდარტების შესაბამისად ჩასატარებლად. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სულ გვაქვს 31 მაჟორიტარული ოლქი, შესაბამისად ამომრჩევლები 4 ოქტომბერს აირჩევენ საკრებულოს შემადგენლობას და აირჩევენ ქალაქის მერსაც. რაც შეეხება არჩევნების ტიპს, არჩევნები ტარდება შერეული პრინციპით, პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით. შესაბამისად 31 მაჟორიტარი იქნება ასარჩევი და ქალაქის მერი. რაც შეეხება კანდიდატებს, მერის მხოლოდ 2 კანდიდატი არის დარეგისტრირებული და 4 ოქტომბერს ამომრჩევლებს ბიულეტენზე დახვდება ნომერი 25 გახარია საქართველოსთვის კანდიდატი და ნომერი 51 ქართული ოცნების კანდიდატი. შესაბამისად, სხვადასხვა მაჟორიტარულ ოლქში მაჟორიტარები სხვადასხვა რაოდენობით არის წარმოდგენილი. გურიეტივის მაყურებელმა გუშინ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ასარჩევ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს მოусმინა. პოლიტიკურმა სუბიექტებმა ისაუბრეს საარჩევნო პროგრამაზე, მათი პარტიის ხედვებზე, ლანჩხუთის განვითარების კუთხით და იმ პრობლემებზე, რომელიც მუნიციპალიტეტში დგას, ყურადღება გამახვილდა სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, როგორც ეკონომიკის მთავარ საყრდენზე გურიაში. დეპუტატებს პარტიების გირჩი, კონსერვატორები საქართველოსთვის და გახარიას საქართველოსთვის წევრები ესწრებოდნენ, რომლებმაც გადაცემის ბოლოს თავიანთ ამომრჩეველს მიმართეს და მხარდაჭერისკენ მოუწოდეს. ტელედეპუტატებს ლანჩხუთის ოლქში დარეგისტრირებული პარტიებიდან გურიის ტელევიზიის შეთავაზების მიუხედავად არ დასწრებია ლელო ძლიერი საქართველო და ქართული ოცნების წარმომადგენლები. და ყოველთვის ვიყავი ხმა ლანჩხუთის საკრებულოში, მოგეხსენება 2006 წლიდან არის რაიონულ დონეს საკრებულები, ადრე თვითმმართველობები თემებში იყო. დემოკრატიის უკეთესი პირობები იყო მაშინ, როცა ადგილზე წყდებოდა და ვეთანხმები აქ ჩემ ახალგაზრდა კოლეგას. დეცენტრალიზაცია აუცილებელია. თქვენ მოგეხსენებათ ახლა ინფრასტრუქტურის და რეგიონალური გაყვენ ახლა თითქოს, მაგრამ გაყვენ სკამის გულისთვის და გაყვენ პიროვნების გულისთვის, თორე რეალურად ხედვარეთ, ჩვენ პარტიას აქვს ამაზე ძალიან სერიოზული უნდა მოხდეს აბსოლუტურად დეცენტრალიზაცია. მე როგორც ორჯერ დამოუკიდებელი დეპუტატი ყოველთვის ვამბობდი, რომ სუბსისტემს წარმოვადგენდი, ხო? იქ ყველა კუთხით, რაც თქვენ ახლა კითხვებს ვამბთ. სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა, წყალი, გაზი, რომელიც მაშინ არ ქონდა და ეტაპობრივად შემდგომ შემოვიდა, არც ერთ პიროვნებას საკრებულოში არ უნდა ჭიროდეს ნომერი და პარტიული რაღაცა ესეთი დახმარება, ხო? იქ უნდა იყოს თვითონ ხალხიდან გამომდინარე. აი როგორც ხალხი გადაწყვეტს. მე რაც შემეძლება ყველანაირად ვეცდები, რომ იმ ადამიანებისთვის ვიყო მაშველი რგოლი, ვისაც ბიუროკრატიასთან პრობლემები შეექმნება. აი ზუსტად იმ კონკრეტული თემების გამო, რაც ზემოთ ვისაუბრე. აი როგორც მაგალითად ხის მოჭრასთან დაკავშირებით შეიძლება იყოს ან ნებისმიერი სხვა პრობლემა, რომელთვისაც აი სამშენებლო ნებართვა იქნება, ადამიანს თავის ტერიტორიაზე სახლის აშენება რო უნდა, ანუ თავისთვის ცუდ სახლს აიშენებს. შენთან რომ უნდა მოვიდეს პირობითად, რადგან შენ ხელისუფალი ხარ, ნებართვა რომ უნდა აიღოს, აი რატო, რისთვის? რაში ვახდევინებთ ნებართვისთვის, რატო ვახდევინებთ ფულს? და ჩემი აზრით, მე ამ ყველაფერს, ჩემი ერთჯერადად არჩევით, ერთი ადამიანის შეცვლით, რა თქმა უნდა, რომ მე ამ პრობლემებს ესე ერთი ხელის მოსვლით ვერ გადავწყვეტ. და შეუძლებელია კიდეც თვითმმართველ ორგანოში მოხვედრით ამ პრობლემების გადაწყვეტა და მე ესეთ ტყუილს არც ვიკადრებ და არც ვიტყვი, უბრალოდ შემიძლია რომ მათი ხმა ვიყო, ვისაც დავჭირდები, ვისაც ჩემი გვერდით დგომა დაჭირდება და
კანონი მასზე ძალადობას დააპირებს, შესაძლებელი იქნება ჩემთან მოსვლა. მე როდესაც დამიკავშირდნენ კონსერვატორები საქართველოსთვის რამდენიმე წლის წინ და მისხეს რომ თხოვეს ჩართვა პროცესში, მაშინ გახსოვდეს ყაბალახიანი გურული ქალის აქტიურობის პერიოდი იყო. მე მათ უცხაე რომ ჩემი ინტერესია თვითმართველ რომ მე აქ ხედავ, მე იმიტომ რომ ჩემი გავლილი ცხოვრებას, ჩემი ხუთი შვილი მყავს, ჩემი ზემე არაფერი მაგრამ აი ამ განწყობილებით მე მინდა რომ ადამიანები რომლებსაც ჩვენ მხარი დაგვიჭირეს და აი ამ კონსერვატორ კი ხედავს როგორ ეს იდეები როგორი პოპულარული გახდა და ხელისუფლება ფაქტურად აი ამ მისასალმებელია მხოლოდ აი ლანჩხუთებს მინდა ვთხოვო რომ ჩემი ამორჩეველი ასე ვთქვათ ამის მიმართ არ ითვლება იწონება მე მინდა ისიც ამორჩეველი გჭირდება ჩვენ ახლა რომელიც სადაც გააზრებული აქვს ამოცა რომ ცვლილებებია საჭირო ბევრიც მე მჯერა ვთქვათ მესვის იმათი ვისაც ხელი ჩაქნეული აქვს არჩევნებზე და მის აქტუალობა ისეთ არ მიაჩნიათ პირველ ხარისხოვნად არც მეორე ხარისხოვნად იმიტომ რომ სულ გაცუდებული იყო მათი მოლოდინები ამჯერად ჩვენ გორიდან ლანჩხუთიდან კორდად ვიწყებთ ცვლილებებს და აი ამ შანსს უნდა აი მინდა ყურადღება მიაქცია 4 ოქტომბერს 16 საათზე საზოგადოებას რუსთაველის გამზირი თბილისში მასშტაბური საპროტესტო აქცია აქვს დაანონსებული, რომელსაც საზოგადოებასთან ერთად უერთდება ოპოზიციის ნაწილი, რომელიც თვითმმართველობის არჩევნებში არ იღებს მონაწილეობას. ხვალინდელი საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი პაატა ბურჭულაძეა, რომელიც ივანიშვილის რეჟიმის დასრულებას აანონსებს და იქვე აცხადებს, რომ ხელისუფლების შეცვლის მიუხედავად არ შეფეხდება არც ერთი სახელმწიფო ინსტიტუტის არჩევნებში მონაწილე ოპოზიცია კი სკეპტიკურად უყურებს ხვალინდელი დღისადმი შექმნილ მოლოდინებს და პასუხისმგებლობას აქციის ორგანიზატორებს აკისრებს. მე რასაც ველოდები არის ქართველი ხალხის დიდი ერთიანობა, დიდი წინააღმდეგობა. ველოდები იმას, რომ ქართველი ხალხი გამოიტანს განაჩენს და ამ განაჩენის აღსრულება მოხდება რუსთაველზე. და ცხადია ჩვენ ვინარჩუნებთ მშვიდობიან კალაპოტს, იმიტომ რომ ჩვენი თავარი ამოცანა არის ქვეყნის წინსვლა, მათ შორის გზის გაგრძელება ევროკავშირისკენ. სწორედ ევროკავშირის კარი შიგნიდან ჩაკეტა ივანიშვილმა და ჩვენ ვაპირებთ ამ კარის გახსნას ქართველ ხალხთან ერთად. ჩვენ ძალიან პოზიტიური მოლოდინი გვაქვს ამ არჩევნებთან მიმართებაში. იმიტომ რომ ვფიქრობთ, რომ პირველ ტურში მეორე ადგილზე გასვლის შანსი გვაქვს. და გვინდა რომ ჩვენს ხარდამჭერებს მოუწოდოთ, რომ მოიკრიბონ მხნეობა, მოაყვებიან იმ ხალხის ნათქვამ მცდარ სიტყვებს, რომლებსაც დავალებული აქვთ, რომ ამ არჩევნებში ოპოზიციას არანაირი შედეგი არ კონდეს და საკრებულოებიც ისევე გაივსოს ქოცებით, როგორც პარლამენტი არის გავსებული. არანაირი განსაკუთრებული მოლოდინი ამ თვალსაზრისით არ უნდა გქონდეს, როგორც აქამდე შეუკრებიათ ხალხი და მერე წარმატებით დაუშლიათ სხვადასხვა მექანიზმებით, ალბათ იგივე მეთოდები იქნება გამოყენებული. ქუჩაში სეირნობა, ქოცების ოფისთან კიდების რიტუალის ჩატარება და მერე სახლში მშვიდად დასვლა. ჩვენთვის 4 ოქტომბერი არის არჩევნების დღე. და რა თქმა უნდა ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ხმები, რასაც მოგცემენ ჩვენი მოქალაქეები დავუცოთ. ეს მოწოდებები მშვიდობიანი დამხობის ხელისუფლების გადაბარების, რა თქმა უნდა, არის არასერიოზული და რა თქმა უნდა, არის გარკვეული პოლიტიკური პარტიების ლიდერების მხრიდან სრულიად უპასუხისმგებლო განცხადებები, მოწოდებები, რადგან თუ ამას რამე მიზანი აქვს, პირველ რიგში ეს მიზანი არის აი მშვიდობიანი პროტესტის ერთგვარი დისკრედიტაცია. და ჩვენ ვერ ვხედავთ ამ პოლიტიკოსებს შორის იმ ლიდერებს, რომლებიც საკუთარ თავზე აიღებენ პასუხისმგებლობას. და მინდა მოუწოდო მათ, თუ ისინი ესეთი მაგრები არიან, ესეთი მამაცები არიან და დარწმუნებული არიან იმაში, რომ როგორც თავად ამბობენ 4 ოქტომბერს დაიწყებენ და 4 ოქტომბერსვე დაამთავრებენ ყველაფერს. აი თუ ვერ დაამთავრებენ, მერე გამოგზავნდნენ და პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღონ. ინფორმაცია შეიძლება გქონდეთ, შეიძლება უბრალოდ ხდებოდნენ, მაგრამ თავარი ის არის, რომ მიუხედავად იმისა, რომ გეგმა არ შეიძლება გქონდეთ ასეთ ესე იგი არაადეკვატურ ადამიანებს შეუძლიათ არაადეკვატური რაღაცები სპონტანურად დაგეგმონ. მაგრამ როგორც ჩანს საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლამ, როგორც ჩანს მამუკა დინარაძის გამოსვლამ, ყველა ჩვენგანის გამოსვლამ და გაფრთხილებამ, რომ სახელმწიფო უპასუხოს არ დატოვებს ასეთ არაკონსტიტუციურ და კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, ზოგისთვის ცივი შხაპივით იმოქმედა და ეს ძალიან კარგია. როგორც ერთხელ აღვნიშნე უკვე, ვისაც ირეალურ სამყაროში უნდა ცხოვრება, ისინი საკმაოდ რეალურ პასუხს მიიღებენ. ხო და ვინც იდეალურ სამყაროსთან გამოვიდნენ და ხვდებიან, რომ სახელმწიფოსთან აქვს საქმე, რა თქმა უნდა, ისინი ემიჯნებიან ამას, იმიტომ რომ იციან, რომ სახელმწიფო საკმაოდ ძლიერია და ადეკვატური რეაქცია ექნება ყველა კანონდარღვევაზე, თუ რამე აქვს დაგეგმილი, ან შეიძლება სპონტანურად წარმოიშვას ხვალინდელ დღეს.
პოლიტიკური შეფასებების თემა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოს შესახებ მიღებული მორიგი კრიტიკული შინაარსის რეზოლუცია. ასამბლეა აღიარებს, რომ საქართველოში დემოკრატიის რღვევის შეჩერება ევროპის საბჭოს ყველა ორგანიზაციისთვის შემაშფოთებელი საკითხია. დოკუმენტში საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები დემოკრატიის უკუსვლად არის გამოცხადებული. დაგმობილია გრანტებისა და უცხო გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონების მიღება და მკაცრად არის დაგმობილი მზია ამაღლობლის, ასევე ოპოზიციონერი პოლიტიკური ლიდერების პატიმრობა. მიღებული კანონების გამო ქართული ოცნება ასამბლეაზე დებატების დროსაც გააკრიტიკეს მმართველი გუნდისთვის რეზოლუციის ტექსტი მიუღებელია. მათი განცხადებით ქართველი ხალხი ასეთ დამოკიდებულებას არ იმსახურებს. ოპოზიცია კი აცხადებს, რომ ქართული საზოგადოება არ იმსახურებს რუსულ ხელისუფლებას, რომელიც არასრულებს ევრორეკომენდაციებს. ცხადია დემოკრატიის გაუქმება და ის ღალატის კომისია და დასკვნა არის შეშფოთების საგანი ყველგან, მათ შორის დასავლეთში. და ცხადია დემოკრატიის გაუქმებაზე პასუხი იქნება უმკაცრესი დასავლეთიდან, ევროსაბჭოდან და მათ შორის ყველა შევახსენებ ჯიდივენსის სიტყვებს. დემოკრატიული მანდატი არ მოიპოვება ოპონენტების დევნით და ციხეში ჩასმით. მთელი დასავლეთი არის ერთიანი და მხარს უჭერს ქართველი ახალგაზრდების, ქართული საზოგადოების ბრძოლას. ოცნებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს უბრალოდ სხვა გზას აღარ უტოვებს ის და იძულებულს ხდის, რომ წავიდნენ უკიდურეს ზომებზე. ხა ის რომ საქართველოში ადამიანის უფლებები ირღვევა გვაქვს სერიოზული უკუსვლა დემოკრატიული განვითარების გზაზე და ზოგადად არც სამართლიანი სასამართლო გვაქვს, არც თავისუფალი არჩევნები გვაქვს და არც კანონის უზენაესობა გვაქვს, ეს ყველამ კარგად იცის. და სამწუხაროდ ოცნება ამას მიზანმიმართულად აკეთებს. ტყუილებზე აგებულ, ფეიკებზე აგებულ, სიცრუეზე აგებულ პოლიტიკური მიზნებისკენ მიმავალ რაღაც დოკუმენტებს ჩვენ არ უპასუხებთ და ვერც შანტაჟის გულისთვის გამოიყენებენ ჩვენ საწინააღმდეგოდ. ჩვენ შანტაჟს არ ვექვემდებარებით. როდესაც ევროპარლამენტის შანტაჟს არ დავექვემდებარებთ, ახლა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის შანტაჟს დავექვემდებარებით, რა თქმა უნდა არა. იგივე პერსონაჟები დადიან და ეუბნებიან, რომ არ ცნოთ არაფერი, რაც საქართველოში მოხდება, თუნდაც ეს ხალხის ნება იყოს. ისინი ამ მოღალატებრივ გზას აგრძელებენ. პოლიციამ აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავა. ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობის სხვადასხვა სახის ნარკოტიკი. შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვის რეალიზაციისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 1973 წელს დაბადებული ნქ უცხო ქვეყნის მოქალაქეები 1993 წელს დაბადებული მი და 2004 წელს დაბადებული ქმ დააკავეს. დანაშაული 20 წლამდე ან უადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 14 მოქალაქე დააკავეს. უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიება ჩაატარეს. კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დაკავებულია უცხო ქვეყნის 14 მოქალაქე, მათ შორის არიან ინდოეთის, ბანგლადეშის, პაკისტანისა და თურქმენეთის მოქალაქეები. დადგინდა, რომ ისინი ქვეყანაში იმყოფებიან უცხოელთა და მოქალაქეობის არ მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით. ამჟამად აღნიშნული პირები მოთავსებულები არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში. მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით. ეს გახდა ჩემ ხელთ არსებული ბოლო ინფორმაცია. მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.